show each other. Yeah. ჩეხეთით 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას გეგმავს. ინიციატივის ავტორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ანდრი ბაბიშია, რომელიც მზად არის ჩეხეთით შეემატოს მსგავსი შეზღუდვების დამწესებელ სახელმწიფოთა სიას. ამ სიაში კი ევროპული ქვეყნებიდან უკვე არიან საფრანგეთი, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო და საბერძნეთი. არასრულწლოვანებისთვის სოციალური მედიის გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესების მომხრე ევროკავშირის, თუმცა პირველმა ეს ნაბიჯი ავსტრალიამ 2025 წლის დეკემბერში გაადგა. და ბავშვებზე მავნე ზეგავლენის მოხდინის არგუმენტით სოციალურ ქსელებზე შეუძლო წვდომა 16 წელს მიუღწეულ პირებს. ვიდრე სახელმწიფოთა ნაწილი აწესებს რეგულაციებს ან მსჯელობს როგორ ებრძოლოს არასრულწლოვანებზე სოციალური მედიის მავნე გავლენებს, ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაციები და ტექნოლოგიური კომპანიები ერთი მხრივ ქვეყნებს, მეორე მხრივ კი მომხმარებლებს თავაზობენ გზებს, როგორ უზრუნველყონ არასრულწლოვანთა უსაფრთხოება დამატებითი შეზღუდვების გარეშე. ბავშვთა ბულინგთან, სექსუალურ შევიწროებასა და უხამსობის შემცველი კონტენტის გავრცელებასთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გახმაურებული საქმეების შემდეგ კიბერუსაფრთხოებაზე ზრუნვა პრიორიტეტად იქცა სახელმწიფოებისა და ტექნოლოგიური გიგანტებისთვის, განსაკუთრებით 18 წლამდე მიუღწეველი პირების შემთხვევაში. ისეთი სოციალური პლატფორმები, როგორიცაა Instagram, TikTok და YouTube, მომხმარებლებს მშობლის კონტროლის ფუნქციას თავაზობენ, რომელიც მათ საშუალებას აძლევს თავად განუსაზღვრონ შვილებს ინტერნეტში გატარებული დროის მაქსიმალური ხანგრძლივობა. ამასთან ზოგიერთ სახელმწიფოში უკვე ამოქმედდა ამ აპლიკაციების საბავშვო ვერსიები, სადაც მხოლოდ მათზე მორგებული ფოტო-ვიდეო პროდუქტი არის განთავსებული და მორგებული მათ განვითარებაზე. ამის მიუხედავად სოციალური ქსელების მფლობელი კომპანიების ძალისხმევას ევროკომისია არასაკმარისად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა ძირითადად არის პლატფორმების მხრიდან კონფიდენციალურობის პირობების დარღვევა. განსხვავებული შეხედულება აქვს მაგალითად ბრიტანულ უფლებადამცველ ორგანიზაციას სახელწოდებით დაიცავით ბავშვები, სადაც კონფიდენციალურობის დარღვევის მიღმა პრობლემად ოჯახის წევრთა მხრიდან არასრულწლოვანებთან გატარებულ არასაკმარის დროს მიუთითებენ. ორგანიზაციის განმარტებით მშობლებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვთა დღის წესრიგის დაგეგმვა იმგვარად, რომ გაჯეტებთან წვდომა სხვა აქტივობები ჩანაცვლდეს. ბრიტანული უფლებადამცველი ორგანიზაციის თანახმად მშობლებმა ასევე უნდა აუხსნან არასრულწლოვანებს სოციალური მედიის ალგორითმების მუშაობის სპეციფიკა, დეზინფორმაციის გარჩევა და როგორ მზადდება ციფრული პროდუქტი, რომელიც მათზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს ისე, რომ თავადაც ვერ იაზრებენ. ამ მოსაზრებას იზიარებს გაეროს ბავშვთა კომიტეტიც, რომლის თანახმადაც უფროსების ვალდებულება ადრეული ასაკის ბავშვებს ან მოზარდებს გასაგებად აუხსნას, რამდენად აუცილებელია ინტერნეტში განთავსებული არაეთიკური, უხამსი და მავნე შინაარსის ციფრული პროდუქტისგან თავისარიდება. ამასთან გამოიყენონ სოციალური პლატფორმების შესაბამისი ფუნქციები, რომლებიც მოიცავს მათთვის საზიანოდ შეფასებული კონტენტის დისტანციურად გასაჩივრების ან დაბლოკვის ფუნქციას. სოციალური მედიის დადებითი მხარეების აღმოსაჩენად და პლატფორმების სწორად გამოსაყენებლად კი ChatGPT-ს შემქმნელი კომპანია OpenAI მომხმარებლებს მოუწოდებს გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ინოვაციურ ხელსაწყოს შეხედონ როგორც მეგობარსა და გზამკვლევს ციფრულ სამყაროში.